ახალგაზრდა ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან სოფო ჩიქოვანი, კლინიკა მედის დერმატოკოსმეტოლოგი და არაჩვეულებრივი ქალბატონი, ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი ქალბატონი დონარა კინწორაშვილი. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა რომ ჩვენი სტუდიის სტუმრები ხართ და ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ახლა ერთად მოგვიწევს საუბარი. მოგესალმებით ჩვენს. 21 საუკუნეში, როდესაც რეალურად თავის მოვლის უამრავი საშუალებები არსებობს, ინფორმაციას ვიღებთ, გნებავთ ინტერნეტი, ჟურნალებით, საკუთარი პრაქტიკით, ახლობლებზე პრაქტიკით ვსწავლობთ, ყველაფერს მაინც საინტერესოა პროფესიონალები რას თვლიან და რა რჩევებს მოგცემენ. დღეს უახლოესი ალბათ 15 წუთის განმავლობაში. სოფო, თქვენგან დავიწყოთ. მე მეცინება ყოველთვის რომ ამ თემაზე მიწვევენ. არა, მიზეზიც შეიძლება ახსნა რა. მე რამდენი ტელეკომპანია არ ვიცი და არ ვიცი ხოლმე თემა და რომ მივალდა მეთქვიან. არა, გულახდივად თქვით, ხომ ქსიამოვნებთ. ესე იგი, თქვენ ხართ ის ქალბატონი, რომელიც ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ. სიმართლე გითხრათ, გუში, როდესაც მე და ჩემი პროდიუსერი ამ თემაზე ვფიქრობდით, ნუ სოფო გადავწყვეტეთ რომ იქნებათ ჩვენი სტუდიის სტუმარი, ვიფიქრეთ, ვინ უნდა იყოს ცნობადი სახე, რომელიც ამ თემას მოუხდება. პირველივე შემთხვევაში გამახსენდით თქვენ და ფიქრობ რომ არაჩვეულებრივი არჩევანია. ხოლმე საერთოდ რომ ვთქვა რომ არაფერს არ ხმარობ მასეც. გამოდის რომ რაღაცა თავს ვიქებ რომ ვითომ ასეთი ვერ და არა, გენეტიკასაც ალბათ გარკვეული როლი აკისრია ამ შემთხვევაში. ერთადერთი უკვე ქვეყანა ვიცის, მე მგონი მოსკოვის Красная звезда თუ რაღაც ქვიოდა იმ ფაბრიკას ვიჩერნი ვეჩერს ვისვამ ამას სულ. იმიტომ რომ მე ძალიან მშრალი კანი მაქვს, ამიტომ ის კარგად მომიხდა, იცით? კარგი, დეტალებზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე სოფოსგან დავიწყოთ კონკრეტულად რჩევები და შემდეგ ალბათ დენარა თქვენ რა ხერხებს მიმართავთ, ამაზეც ვისაუბროთ. გაიგეთ, მოგახსენეთ, დღევანდელ დღეს უკვე კოსმეტოლოგებს გვაქვს საშუალება, რომ ჩვენ მომხმარებელს, პაციენტებს შევთავაზოთ ძალიან ფართო არჩევანი ამ პროცედურების იმისათვის, რომ დარჩეთ მუდმივად ახალგაზრდა და გამოიყურებოდნენ უნაკლოდ. ამ პროცედურების არავის არ უნდა გვეშინოთ. დღეს ნამდვილად არ უნდა გვეშინოდეს სიბერის, ამას თამამად ვიტყვი. თავარია დროულად მოვიწადინოთ, დროულად მოხდეს პრობლემა როდის გასდახმარებ. ხო, მაგრამ ასეც არ არის. რაღაცა ეტაპი დგება ადამიანის და განსაკუთრებით ქალის ცხოვრებაში, როდესაც უნდა დაიწყო ამაზე ზრუნვა. საფისროსულ ესეთი იქნება. სოფო შემეცინა. ისა მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ქალბატონები, დღევანდელ დღეს მამაკაცებიც მიმართავენ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს და არაჩვეულებრივად უხდება. თუმცა მამაკაცები აქტიურად დადიან და იტარებენ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს. არჩევანი იმდენად დიდია და შემოთავაზება იმდენად ბევრია, რომ რთულია არჩიო, რომელ მეტად ამ საკითხზე. მით უმეტეს ადამიანი, რომელიც ეკრანზე ჩანს. მართლა ახლა შეიძლება მომხიბვლელობაზე არ ფიქრობდეს ეს ადამიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგ ფორმაში, ჯანსაღ ფორმაში. აი მინდა სოფოს კითხო, რა პროცედურებზია ლაპარაკი, რამდენი ხანი? და ის ძალიან ბევრი პროცედურაა, ეს არის როგორც მამაკაცები რას მიმართავენ? მამაკაცებზე გულისხმობ. ხო და აი რამდენი ხნიანი პროცედურაა? აი მოვედი და რამდენი ხანი უნდა მაწამო. დაუშვათ. წამება კოსმეტოლოგიური პაციენტებისთვის გააჩნია რა საერთოდ, რომელ მეთოდსა არის ძალიან კომფორტული და რეაბილიტაციასაც არ საჭიროებს, ეს არ არის ქირურგია, რომ რამდენი ხანი, აი რამდენი ხანი და ვიწვე, თუ ვიჯდეთ. პროცედურა ყველაზე ხანგრძლივი შეიძლება იყოს 1 საათი. გამორიცხული. ხო, წელიწადში 1 საათი არ შეგიძლია საკუთარ თავს დაუთმო შალვა? არა, არ არის. ქალბატონი დონარა, შალვა კითხე და შემდეგ უკვე ქალბატონი დონარა, რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი? ჩვენ ვიცით რა პროფესია გვაქვს ჩვენ. ჩვენ სამივეს გვაქვს ძალიან უმადური, ძალიან ისეთი პროფესია, საზარელი პროფესია. დაუფასებელი. დაუფასებელი, მაგას ყოველთვის ვიძახობ. ტელევიზია არის მონსტრი, ნარკოტიკი, აი ფიტავს ყველა წვენს გამოიღებს და მე გადაგაგდებს. ნუ რა ეგრეა რა. და თან ხარ აი შევადარე, აი ზღაპარი რო არის, ფასკუნჯის ზღაპარი, ხო იცით? გოლიათი რომ მოახდება, ზეჭაბუტია რომ მიფრინავს და შენი ხორცი რო გამოელევა და საკუთარ ნაწილებს რო აჭმევს. აი დაახლოებით ეგეთი რამეა ტელევიზიას შენ ყველა შენს ენერგიას ჩვენ დროს მაინც აუტანილი იყო მუშაობა ძალიან. ხო და აქედან ახლა იგიყურებთ თქვენ და ესეთ პირობებში სად ვიყავით? კეთი შეხოიცი რა პირობებში რაც მუშაობდით. ერთი ეხლა მოვყევი ფრანგი თავის წარმომადგენელი. ფრანგი მუსიკის მცოდნე იყო ჩამოსული, ალექსი მაჯავარიანი და ერთი რუსი მუსიკის მცოდნე. და შედვართ მაგიდასთან და ისეთი სიცხეა რომ ეთერში ხართ, ხო? ეთერში ვართ. ცოცხალი გადაცემა და ესე თუ არა ვარ ეთერში უყურებ კამერა იმას მონიტორს და ვიწმინდავ და ამ დროს ბატონი ალექსი მან იშნებს. მომეციო, რა თქო რა მოგცემ. ვერ მივხვდი. ვირსახოციო.
არა ცხვირსახოს როგორ მისცენ მეწმინდა მომეციო გამწარებულად რომ გადავწექი ესე ამათთან და მივაწოდე ესე და შვებით ამოისუნდა თურმე მეუღლეს გაუმზადებია სხვა შარვალი შეიგდით ცხვირსახოცი და ამას სხვა ჩაუცია კაი და გავმწარდიო მოვკვდიო და ის რო დამთავრდა ეს ფრანგი ჟურნალისტი ადგა და იცით რა русულად ამბობს და когда говорит пленных брали сажали вот таких душегубках но хуже было как-то здесь не там а здесь у вас как вы терпите ну терпим ради того что любим свое дело ხო კონცერტები არ შეიძლება ჩართვა და იმიტომ რომ ხმაურდება მაგრამ აი ამაშია საქმე აი სწორედ აქედან გამომდინარე მინდა კითხვა დაგისვათ აი ეგეთი პროფესია გვაქვს და თქვენ ქალბატონებს კიდე განსაკუთრებით კიდე ერთი თავის ტკივილი გემატებათ რომ კარგად უნდა გამოიყურებოდეთ და ჩვენ მამაკაცები ხა მე გასაგები შემოვლაყუნდები ეთერში დავიძები რაღაცებს ლაღმობ აი ესე მაქვს თუ ისე არ ვჭრობა ხა ხო ეგ არის აი თქვენ ამდენი წლის განმავლობაში როგორ ახერხებთ ძალიან ტრადიციული შეკითხვაა ფსიქოლოგიური განწყობა როგორ გქონდათ აი ეს ოცილა საიდან გქონდათ რომ აი ეს გეკეთებინა აი ხლა გიწვიშალვა როცა გიყვარს შენი საქმე ნამდვილად ეს ტრაფარეტული სიტყვები არის როცა გიყვარს შენი საქმე იმ სირთულეებსაც უძლებ მე მახსოვს ვიტყოდი ხოლმე ხანდახან აი სახელმწიფო გადაცემის დროს დილით ვთქვათ მთლიანი ტექსტი უნდა მეთქვა და მე წავიდოდა ხო აი ჩაწერდნენ ერთი ანსამბლი მეორე მესამე მეოთხე და 5 წუთი უკრია 12 დამთავრებას ჩაწერას და ბიჭები უკვე დაგეშილები რომ დონჩეკ არ შეგეშალოს დავაი 5 წუთი დასვლა უნდა ყველას ხო დასვლა უნდა სულ და იძაბები შენ ხო მარტო არ შეგეშალოს ამ ხელად ექსი უნდა თქვა სულ ვეუბნებოდი კაცო დასაწყისში მათქმევინეთ და მე რამდენი წინდა ჩაწერეთ ესენი არო ბოლოში მოგიტოვებდნენ და უკვე მოჟღამული მოშლილი სახელმწიფო გადაცემა მაგრამ როგორც კი ის გლაზოკი წითელი ნატურა ინთებოდა უკვე ის და პირდაპირ ეთერია რაზეც იყო მითითებული არა ეს ჩაწერა იყო ჩაწერას გისმო უკვე გავიწყდებოდა ყოველგვარი დაღლა ყველაფერი და მობილიზაცია უკეთებს საკუთარ თავს ჩვენ უბრუნდებით ჩვენი გადაცემის თემას დღეს რჩევებს ვაძლევთ ქალბატონებს სოფო აი რა საკიდან უნდა დაიწყოს ქალმა ზრუნვა საკუთარ გარეგნობაზე საკუთარ სახის კანზე თქვა ეს არის ინდივიდუალური თუ კონკრეტული დაახლოებული ასაკი მაინც არსებობს არა იცით ესეთიკურ მედიცინაში ასაკობრივი შეზღუდვა არ არის თუ არ ჩავთვლით ბოტოქსის ინjekციას რომელიც ასურველია 16 წლამდე გოგონებში არ ჩატარდეს ხო ეს პროცედურა რომელ წლამდე 16 წლიდან ეს მუდმივად შეიძლება პროცედურის აი ნატა საუბრობდა სწორედ იმაზე რომ როდესაც თქვა ამან ერთგვარი მიჩვევა იცის თუ ეს უბრალოდ კანონია რომ როდესაც დაიწყებ კონკრეტული თქვა რამე პროცედურის კეთებას ის სისტემატურად უნდა იკეთო შემდეგ აი ყველა ხალი ცდილობს რომ მოდი აი ამას გადავდეთ დავიწყოთ პროგრიან ის შემთხვევაში უნდა იკეთო იმიტომ რომ ის უბრალოდ კარგავს თავის ძალას დროთა განმავლობაში თუ შეჩვევა იცის არა შეჩვევა არ იცის იმას ნამდვილად ეფექტი აქვს უბრალოდ თავის მოქმედების ვადა გაზდის ეს ვადა და მე უბრუნდება თავის პიროვნულ მდგომარეობას შეჩვევა იცის გარეგნობის შეცვლის სურვილმა ხო ეს თავის დავაცხადია სწორედ საქმეს მაგაშია რომ ისე უნდა გამოიყურებოდე ახალგაზრდულად რომ გარეგნობა და შენი ნაქვთები არ უნდა შეიცვალოს და დღეს ეს ნამდვილად მისაღწევია მაინც უნდა გავსაუბროთ ვის როგორი ტიპის კანი გვაქვს მე მაგალითად ჩემ შემთხვევაში სადაც არ მივდივარ ნებისმიერი სხვადასხვა კოსმეტოლოგი სხვადასხვა თქვა იმას მეუბნება დიაგნოზ ვისო ზოგი მეუბნება რომ აქვს შრალი ზოგი მეუბნება რომ შრალი და კომბინირებული კანი მაქვს როგორ უნდა გავსაუბროთ თქვა ოჯახის პირობებში დიასახლისი რომელიც ახლა ჩვენ ფალყურს გვადევნებს როგორ და მიხვდეს როგორი სახის კანი აქვს მას პირადად. შეგვიძლია ესეთი რჩევა. იცით რა ეს კომპლექსური დიაგნოსტირება უნდა მოხდეს ამის უნდა გამოვიკითხოთ ანამნეზი პაციენტის მე უნდა დავაკვირდეთ თვითონ სახის მოვლის პროცედურის დროს ამ კანს და შემდეგ უკვე დავსვათ დიაგნოზი. უნდა გავითვალისწინოთ ქალბატონის ბიოლოგიური ასაკი, იმიტომ რომ ბევრი ქალბატონი თვლის რომ აქვს მშრალი კანი ან კომბინირებული ან ცხიმიანი, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. მოდი ამ პაციენტები ამბობენ რომ მე მიცით პირს რომ დავებან მე ისე მდენად მაწუხებს სიმშრალე, ძალიან მშრალი კანი მაქვს. ამ დროს იწყებს სახის მოვლის პროცედურას, აკვირდები დინამიკაში და ხედავ რომ ის მშრალი ნამდვილად არ არის. ასაკთან ერთად იცვლება ეს ხიმიანობა მე კლებულობს, ხო? უნდა გავითვალისწინოთ აქედან გამომდინარე ბიოლოგიური ასაკი, უნდა გავითვალისწინოთ ეს ესთეტიური ნაკლოვანებები, თუ თქვათ არის ბევრი კომედონები ან ფერიმჭამელები ან გამონაყარი, ხო? ეს უფრო ცხიმიანი კანისკენ არის მიდრეკილი. ეს არის ყველა პაციენტი ინდივიდუალური და შემდეგ უკვე ვადგენთ კანის ტიპს და ვაძლევთ რჩევებს თუ როგორ მოუაროს
ალბათ დონორა თქვენ ახალგაზრდობაში ალბათ არჩევანი დიდი არ იყო საცხების და ბევრი მიმართავდა ბებიების რეცეპტს, ენც იყო ვეშაპის კონზე დამზადებული სხვადასხვა საცხი. რამდენი პოპულარული იყო და თქვენც თუ ამზადებდით და საშუალება ჰქონდა რომ გეშონა ვეშაპის კონი ძალიან ძნელი საშუალება იყო ხო რამდენად თქვენ. მე მახსოვს ბებია ჩემი ეს აი ვეშაპის კონი ბუტერ კაკაო ამას ესე იგი შოკოლადის გარხნიდან ერთი პერიოდი მქონდა და მაძლევდნენ იქიდან ვეშაპის კონიც მაჩუქეს და 200 გრამი მე მგონი ახლა რეცეპტი ზუსტად ისე არ მახსოვს ზეითუნის ზეთი ხო და გამოხდილი წყალი და ესეც მაჩუქეს ეს ასე რომ აკეთებენ მიქსერით არა მე საშინელება იყო ეს ჯამი ეხლაც ამაქვს ის ჯამი და ისეთი კაი მკვლევარი გამოდიოდა. ისეთი ნატურალური ინგრედიენტები ჩამოთვალა. არაჩვეულებრივი იყო. ალბათ ყველა დღევანდელ საშუალებას ჯობს. ხო, ნატურალური ინგრედიენტები, ასე მაგალითად თქვათ კიტრი, კიტრის ლოსიონი, მარწყვი, ბევრი მიმართავს ამ ხერხებს, რომ ნიღბის სახით გამოიყენებს. რამდენად მისაღებია, სოფო? ეხლა ისედაც აი პროფესიონალური კოსმეტიკა რაც არის ერთად მიდივართ იქით, რომ რაც შეიძლება იყოს ნატურალური და არა ქიმიური დანამატების გარეშე, ხო? მაგრამ ისედაც სახლის პირობებში ხო ქალბატონი თუ მიმართავს რაღაც ამ ხერხებს, ნამდვილად ნატურალური პროდუქტი, ეს იქნება ხილის, ბოსტნეულის, რძის ნაწარმის თუ სხვა სახით, ცუდი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ კანი არის ჩვეულებრივი ორგანო, რომელიც წარმოადგენს გარეგან საფარველს და მასზე ჭირდება კვება. უბრალოდ სწორად უნდა იწყოს ეს, ვთქვათ, საცხები ნიღბების სახით. უნდა იცოდეს როგორი ტიპის კანი აქვს და ანუ ნებისმიერი ტიპის კანს ვთქვათ არ უხდება კიტრის ლოსიონი, რასაკვირველია, შეიძლება მან მთელი 20 წუთი დაიდოს თაფლის ნიღაბი და არანაირი სარგებელი არ მოუტანოს კანს. რასაკვირველია, უნდა იცოდეს მას რა სჭირდება და იმ კოსმეტოლოგების დახმარებით სინაურის გულში ატყვეფილი. ეს სახლის პირობებში წაეხმაროს კანს. რა თანამედროვე მეთოდები არსებობს, ოღონდ ის რასაც სახში ვერ განვახორციელებთ. უკვე თქვათ კოსმეტოლოგიურ თქვათ ფირმებში უნდა მივიდეთ, აი თქვათ თერმაჟი. არის ძალიან პოპულარული ამ ბოლო პერიოდში, ხო, როგორ ხდება, როგორ უნდა მოვემზადოთ თქვათ თერმაჟისთვის და რისთვის არის და ვისთვის აუცილებელი, როგორი ტიპის კანისთვის და რა ასაკის პრინციპ შეგვიძლია გამოსავალ. და რა არის ეს კეთი? აი სოფო ახსნის უფრო დეტალურად ალბათ. თერმაჟი ეს არის პროცედურა, რომელიც არის უნიკალური, რადგან სულ გრძელდება 9 საათიდან ნახევრის განმავლობაში. ვისთვის არის ჩვენება ამ თერმაჟის გამოყენება? ვისთვის არის კონკრეტული ასაკის ქალებზეა საუბარი? არა, ახალგაზრდებში შეგვიძლია გავაკეთოთ რა შემთხვევაში, იცით, ეს არის გამახალგაზრდავებელი და ზოგადად კანის გამამკვრივებელი პროცედურაც, იმიტომ რომ აი ამ პროცედურის შემდეგ ძირითად მექანიზმი დაფუძნებულია რადიოსიხშირის პროცედურა. როემთერმული ზემოქმედებით საშუალება გვაქვს, რომ თვალი ვადევნოთ კადრებს. კოლაგენის წარმოქმნა და კანი უფრო მკვრივდება და აღარ არის მოდუნებული. და რას გულისხმობს პროცედურა თვითონ? თვითონ პროცედურა გულისხმობს კანის გამკვრივებას, გაახალგაზრდებას და უფრო ჯანმრთელი მეთოდით. აი გითხარით, რომ თერმული ზემოქმედების რადიოსიხშირის ტალღები აღწევს კანქვეშა შრეებში და ამ თერმული ზემოქმედებში ანუ ეს არის ინექციის გარეშე. არ არის ეს ინექციური, ეს არის ძალიან კომფორტული პროცედურა, ეს არის აპარატურული მეთოდი. პაციენტი წევს ძალიან კომფორტულად და აი დასამუშავებელი ზონის დროს უბრალოდ აი სითფურ შეგრძნებას გრძნობს კანზე. ოდნავ სიმხურვალეს და პროცედურის დასრულებისთანავე მას ჩვეულებრივად შეუძლია ადგეს და წვეულებაზეც კი წავიდეს. ანუ ეს მხოლოდ ერთი პროცედურაა, ერთჯერადად კეთდება, მაგრამ როგორ არის იცით, აი თვითონ აი ლიფტინგის და ამ კანის გამკვრივების პროცესი უფრო და უფრო ორმაგდება 6-8 თვის განმავლობაში. ანუ პირველი შედეგი როდის ჩანს? პროცედურის დასრულებისთანავე ჩანს. და აუცილებელი როდის არის განმეორება? და აქვს 5-7 წლიანი ეფექტი საშუალოდ. აი სხვადასხვა ბატონო 7 წელი თავისუფალი ხარ? თავისუფალი თუ პირიქით 5 წლით და 7 წლით ახალგაზრდავდებით? ხო, აი სწორედ თქვით ხო რომ 7 წლით თავისუფალი ხარ. არა, ასე მარტივად არ არის. როგორ არის იცით, აი ამ პროცედურის შემდეგ კანი უბრუნდება იმ მდგომარეობას, ვიდრე როცა ის იმყოფებოდა რამდენიმე წლის წინ. ანუ ბუნებრივი გაახალგაზრდავება ხდება და არ ხდება უხეშად აი ნაქვთების ან გარეგნობის შეცვლა ისე რომ თავისი ბუნებრიობა დაკარგოს პაციენტმა.
უბრალოდ კანის გაახალგაზრდავება ხდება. რამე უკუჩვენება აქვს ამ ყველაფერს? უკუჩვენება თვითონ პროცედურა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. უკუჩვენებები არის თქვა რაღაცა სულობა, ლაქტაციის პერიოდი, რაღაცა ამას უკვე პაციენტთან კონკრეტულად ვარკვევთ ხოლმე, ანამნეზს ვიღებთ და თქვა აი სიმსივნური დაავადების შემთხვევაში. ესე იგი რაღაც ნაროჯი არის უკუჩვენება. პროვოცირებას მაინც ახდენს? არა, პროვოცირებას არანაირად არ ხდება, უბრალოდ ურსულობა და ლაქტაცია იცით რომ ყველა შემთხვევაში არის უკუჩვენება. რასაკვირველია. და აი თქვათ ოქროს დაფებზე ხშირად საუბარი და ძალიან მოდური გახდა დღეს ესეც. და სხვა წლების წინ ქალბატონ დონარსაც დაუსვათ ეს კითხვა. მე რომ გავიგე პირველად შოქში ჩავარდი რომ მსახიობები თქვენი თაობის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მაშინ თქვათ ამ პროცედურებით იახალგაზრდავებენ თავს. იკეთებენ სხვადასხვა პროცედურებს. პირველად გესმის მსახიობები ხარ მინდა ბუნებრივია სახელგვარები დავასახელო. არა, ეს ჩემი თაობა არ არის, ეს მომდევნოა კიდე. ჩემი თაობის ძალიან დავიბერე თავი მართალია, მაგრამ მე არ მახსოვს რომ ასეთი პროცედურები ჰქონდა. არა, ასეთი თანამედროვე ბუნებრივი არის, ეს ახლა შემოვიდა ხო რეალურად საქართველოში? საქართველოში შედარებით ახალია, თუმცა ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი პრაქტიკა გვაქვს ამის და ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს პაციენტების. აი ბატონ შავლას მინდა უთხრათ რომ შემეწინააღმდეგა მამაკაცებს არ გჭირდება ლამაზად გამოიყურებოდა და ჩვენ გვყავს ისეთი პაციენტები რომელსაც აი ჭარბწონიანმა პაციენტებმა დიეტის შედეგად დაიკრეს ძალიან დიდი წონა, არის ძალიან მოდუნებული, მოშვებული კანი და სამწუხაროდ ის არ უბრუნდება ხო თავის სამართლებას. ხო, მე ესეც შედის ესთეტიურ მედიცინაში და აი ამ შემთხვევაში მამაკაცები იტარებენ ამ პროცედურას. ანუ იგივე მეთოდი შეიძლება არ ამხოლოდ სახისკანზე ჩავიტაროთ. რასაკვირველია, არანაირი კოსმეტოლოგიური პროცედურა მარტო სახით არ შემოიფარგლება, ეს არის ყელი, დეკოლტე და სხეულის ნებისმიერი ზონა. აი მშობიარობის მერე თუნდაც ასულობის და მშობიარობის შემდეგ ეს სტრიების ან მოშვებული მუცლი. საკმაოდ ამკრივებს კანს, აი ეს მოდუნებული, მოშვებული კანი სხეულზე პირდაპირ კუნთს ისე კარგად აჯდება და ისე მკვრივდება, რომ ეფექტი თვალნათლივ ჩანს. და აი ფასები დაახლოებით რა ფარგლებში? ფასი უკვე გააჩნია თუ რა ზონა არის დასამუშავებელი, სხეულზე რა ფართი, ხოლო კვადრატულ მეტრებში დაახლოებით და ზონების მიხედვით, ხოლო სახე, ყელი, დეკოლტე ვრცდება 3000 ლარი. 3000. საკმაოდ ძვირადღირებული სიამონება, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დაახლოებით 7-10 წლის განმავლობაში პრინციპში ჩვენ 10 წლით ვახალგაზრდავდებით და დღიურად რო დავთვალოთ დაახლოებით 20 ლარი გამოდის დღეში, ასე რომ 20 ლარი ალბათ ვიღებს საკუთარი თავი და ჩვენი სილამაზე. ამხელა პრობლემის კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი, ეს არის პლაზმა მეთოდი, რომელიც ინექციის სახით შედის უკვე ორგანიზმში. ეს არის საკუთარი სხილი. მეც პირველად ვისმენ. ეს არის სისხლი, რომელიც გაჯანსაღებული სახით ისევ შენ გიბრუნდება. უკეთესად ახსნის, ხო? ხო? დიახ, ეს არის ძველი მეთოდია, არ არის ახალი. ეს შედარებით თან გაუმჯობესებული მეთოდია, იმიტომ რომ ადრე როდესაც უსხამდეს სისხლს დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ აი სისხლის გადასხმის ეფექტურობა ეფუძნება თრომბოციტების უნიკალურ თვისებას და ეხლა უკვე კონკრეტულად თრომბოციტებით გაჯერებულ პლაზმას უსხამთ აი ამ პრობლემურ ზონაზე. ანუ ეს პროცედურაც არ არის ძალიან რთული და ძალიან მტკივნეული, არის ძალიან მარტივი და დიდ დროს და რეაბილიტაციას არ საჭიროებს. თვითონ ადამიანი პაციენტივეა რესურსი, ვიღებთ სისხლს, ვაცენტრიფუგებთ ლაბორატორიულ პირობებში და აი ამ სისხლიდან გამოყოფილ პლაზმას უკვე ვაკეთებთ აი ამ სახეზე იქნება თუ სხეულზე, სადაც არის ეს კონკრეტული პრობლემა. და აქვე ჩაგეკითხებით მეზოთერაპიაზე. თქვა ჩვენ საუბრობდით დასაწყისში, რომ თქვა მეზოთერაპიას რაღაც კონკრეტული კურსი ჭირდება, შემდეგ რაღაც პერიოდი გადის და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ამ კურსს. და ასე თქვა სიცოცხლის ბოლომდე? არა, იცით როგორ არის ჩვენი პაციენტებისთვის ხო ყოველთვის ხდება ინდივიდუალური პროგრამის არჩევა. ეს ზოგადად მე შემიძლია გესაუბროთ კიდე განოთ ამ პროცედურებზე, მაგრამ თითოეული პაციენტი ეს არის ინდივიდუალური არჩევანი, ხო? მოდის და კონკრეტულად იმ პრობლემიდან გამომდინარე ჩვენ უკვე დავსახავთ პროგრამას და მკურნალობის სქემას და მიუყვებით და შესაბამისად ესე ვატარებთ პროცედურებს. რაც შეეხება მეზოთერაპიას რომ გითხეთ, ხო? კურსის სახით შეიძლება იყოს 3-5 პროცედურა, რომელიც კეთდება ერთკვირიანი ან 10 დღიანი ინტერვალებით და სასურველია წელიწადში სულ ცოტა ორჯერ მაინც ჩაიტაროს პაციენტმა. თუმცა გასათვალისწინებელია მისი ასაკი და მისი სახის კანის მდგომარეობა. შემდეგ უკვე მას შეიძლება ეს პროცედურა ჩაანაცვლოს სხვა პროცედურებით და წელიწადში ერთხელ შემანარჩუნებელი ჩაიტაროს, ხო? მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არიან ქალები, ვისაც ეს საერთოდ არ ჭირდება და ისე ბერდებიან, რომ ბოლომდე ლამაზები არიან. ქალბატონო დონარა, თქვენი სახით შემიძლია ვთქვა ეს სიტყვები. მე მერიდება ეხლა ისეთ
რაღაცებს ჩინურად მესმის ყველაფერი. მე ახლა მინდა რომ გაჭირებული ადამიანებისთვის ისინი ხალბატონები არიან. რაღაც სხვა საშუალებები არ შეიძლება. თქვენ უფრო მარტივი, უფრო იაფი. მარტივი ეს არის იმ ხალხისთვის, ვისაც ხალხთან არა, ანუ ყველა პაციენტი ჩვენთვის არის ინდივიდუალური. მაგრამ ფასით არ არის ინდივიდუალური. იმ ფარგლებში ხდება პროგრამის შერჩევა. ვეჩერი ამ შემთხვევაში მე მგონი ყველაზე საუკეთესო გამოსავალია. მაგრამ ახალგაზრდობას გისურვებთ, იყავით ყოველთვის ესეთი მომხიბვლელები, ნატულა შენს გეხება ეს თემა. წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის.